სამი შიში, რის გამოც დამოკიდებული ადამიანი აფერხებს თავის გამოჯამთელებას დილამშვიდობის. პირველი ეს არის მეგობრებო, ლომკის შიში. ყველას ეშინია იმ გათენებული დღის, როდესაც გაიღვიძებს და ცუდად იქნება. და ამის გამო ხდება გადავადება თვეების, წლების. მეგობრებო, საკუთარ გამოცდილებაზე გეტყვით, თუ დაიწყებთ პროფესიონალური გამოჯამთელებას, მიხვალთ ექიმებთან, დაწვევით დეტოქსზე, არანაირი ლომკის გავლა არ მოგიწევთ. მოგიწევთ რაღაც სირთულეების გავლა, მაგრამ ლომკის გავლა არ მოგიწევთ. და ეს არის ხშირ შემთხვევაში ამის შიშის გამო აკეთებს დამოკიდებული ადამიანი გადავადებას და მერწმუნედ რაც უფრო გადადებთ თვეებს, წლებს, საფასურის გადახდა მეტი მოგიწევთ და ლოგიკურია, ხო? ადრე თუ გიან მაინც მოგიწევთ ამის გადახდა. ამიტომ ჯობია დღეს გადაიხადოთ, ვიდრე წლების შემდეგ 5-ჯერ მეტი. მეორე რის გამოც აფერხებს დამოკიდებული ადამიანი გამოჯამთელებას და რისი შიშიც აქვს, ეს არის ბრონიჟილეტის დაკარგვის შიში. რას აძლევს, ხო? ნარკოტიკი ან სასმელი დამოკიდებულ ადამიანს გაზიანია, ხო? ეგრეთ წოდებული ხოდი. ჯერა რომ ბევრად გაბედულია, მეტი საქმის გაკეთება შეუძლია. ურთიერთობებში მაგარია, როდალევს ილიკუას უხიშვილი. მაგრამ ილუზია, ხო მეგობრებო? შემდეგ საკუთარი თავის დანახვის გწვენია ვიდეოში თუ ვინმე გვაჩვენებს. სამსახურში შენიშვნას ვიღებთ, იმიტომ რომ ძალიან ან ბევრს ლაპარაკობთ, ან ცოტა არასერიოზულად იქცევი, ან შეცდომებს უშვებ, გავიწყდება რაღაცეები. ამიტომ ეს ბრონიჟილეტი არის პლასმასის, მეგობრებო, თუ გინდა ნამდვილი ბრონიჟილეტი ჩაიცვა და რკინის, ამ ყველაფერს ჩამოადნოთ და გამოთლი გამოჯამთელებაში, სიფხიზლეში, იმიტომ რომ შენ რეალურ მიღწევებით ხდები ძლიერი და თავდაჯერებული, ხო? არც სამასიანი ლირიკი და არც სასმელი და არც მეტადონი და არა შენი მიაღწია რაღაცებს და რო ხედავ ამ ყველაფერს უკვე ემოციურად და ფიზიკურადაც და მენტალურადაც ძალიან ძლიერი ხდები და შესაბამისად აღარ ჭირდება თავის მოთხოვნები. და მესამე შიში, მეგობრებო, რისიც ეშინია დამოკიდებულ ადამიანს, აი რო გამოფხიზდები, მერე რა ვქნა, აბა არ ვიკაიფო, ან არ ვითამაშო, ან არ დავლიო, ეგეთი ისინი მოდის ხო კითხვები. მეგობრებო, ჩემი რეკომენდაცია იქნება 1 წელი მიეცი შენ თავს უფლება. ზოგადად 18 თვე არის სრული რაღაც მენტალური და ბიოლოგიური რაღაც გასუფთავება, გაძლიერებას დაახლოებით 1 წელი, წელიწად ნახევარი ჭირდება 18 თვემდე. ცადეთ ხო ეს პერიოდი იცხოვრეთ ხიზლად, რაღაც პასუხისმგებლობით, მიყევით თერაპიას, პროფილაქტიკას. თუ არ მოგეწონათ, ყოველთვის შეძლებთ ტელეფონის დალომბარდებას და კაზინოში წასვლას. ყოველთვის შეძლებთ რაღაც იმ საშინელი ალფა-პვპ-ს მოწევას და მე გლაზოგში ყურებას, ან ყოველთვის რაღაც შეძლებთ იმ კვლელი მეტადონის გაკეთებას, ან სამლარიანი რაღაც იმ არაღის ყიდვას მაღაზიაში. აი ამ სიგიჟის და ამ ნაგავის ყიდვას ყოველთვის შეძლებს ადამიანი რაღაც გამოიყენოს და მოიხმაროს. მაგრამ სიფხიზლე და გამოჯამთელება შეიძლება ყოველთვის არ იყოს, მეგობრებო. სამწუხაროდ ბევრი ადამიანები კვდებიან, გადადებით, აი მერე დავიწყებ 1 თვეში, 3 თვეში, მაგრამ ვერ მიდიან. ზოგ გამოჯამთელება უკვე ისე უზიანდება, რომ საერთოდ აღდგენასაც ვერ ახერხებს. ამიტომ ცადე, მეგობრებო, შიში, ერთადერთი შიში არის ილუზია, შიში არ არსებობს. თქვენს თავში ხდება ეს ყველაფერი და თქვენს თავში იხარჯება და ეს შიში გიბიძგებს შემდეგ დესტრუქციული ქმედებისკენ. მე ყველას გისურვებ მშვიდ და პოზიტიურ დღეს.